აი მეგობრებო, მე კვლავ გიბრუნდებით ზაზავიზიას პირდაპირ ეთერში. უფლება დამცველი და ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია. მოდის, ეხლა როგორც ჩვენ გვითხრეს და აფუსფუსთენა ჟურნალისტები უკვე გამოდის გულბაცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი. აი გამოვიდა ის უკვე აგერ ჩვენ ხედავთ მას უკვე. ჩვენ ხედავთ აგერ ჟურნალისტების ინტერესს მის მიმართ, ბუნებრივი ინტერესია რა თქმა უნდა, ლაშა გოლუბიანის მიმართ. და ახლა ის კომენტარს მისცემს, ალბათ აღწერს თუ როგორ მოხდა ბრალის წარდგენა გულბაცხილაძის მიმართ და საერთოდ რა მდგომარეობაში ვართ რეალურად. ბოდის მოვიხდი. ნახოთ რა განცხადებას გააკეთებს გულბაცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი, რომელიც სხვათა შორის თავის დროზე ქართული ოცნების დამფუძნებელი. ლაშა პირველად ალბათ ჩვენ უნდა გითხრა, ხო, რა ხდებოდა? მაშინ ცოტა გამოვიწერეთ აქეთკენ და ლაშა გოლუბიანი, გულბაცხილაძის ადვოკატი, რა ხდებოდა ლაშა? მოკლედ ვინახულებ, ბრალის წარდგენა იყო შეუულებრივად, რაც ჩვენება არ მივეწით, ანუ არ აღიარებს ბრალს და რა აღიარებს რა ჭაშობა ხედავებიან შეუულებრივად, ადამიანი თვითონ უკავშირებს იმას, რომ უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭორო შექმნა და ობიექტივზე რომ 27 მარტიდან მაქუ გადაწყვეტა რა რომ გააქტიურდა. სწორედ ეგ იყო მიზანი დაკავების, ანუ ვიღაცებს არ მოეწონა კვალიფიციური აქტიურობა და პირდაპირ ამბობ, რომ რავი, ჩემი მიზანი იყო, რომ ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო, რუსეთთან კონფლიქტი არ შესულიყავითო და ალბათ ამის გამო მოხდა ჩემი დაკავება. 12 ტომი არისო, როგორც გითხრეს, მე ვიცი რომ შენ გაუთქმელობაზე გაქვს ხელი მოწერილი, თუმცა ისეთ კითხვებს არ დაგისვავ, რომელიც ამ მხრივ შენ პრობლემას შეგიქმნის. აი 12 ტომია და უბრალოდ აი მოხაზულობა რო გითხრა ამ 12 ტომში იმდენი რა მასალა არის შეგროვილი, რომ არაფერი ეხლა დეტალებში ვერ შევალდა, მაგრამ მაკულატურა პირდაპირ გეუბნები შეუძლებელი და რამე ისეთი ირეგული რომ ფიზიკურად გამოიყენონ და მაგის რაიმე დანაშაულებრივი ქმედება დასტურდებოდეს, მაგით არ არის რა ეგეთი რამე, იმიტომ რომ რეალურად ამ ადამიანს არანაირი ჟაშუობა და ქვეყნის საქმიანობა არ განუხორციელებია და რა უნდა იყოს რა შეგისეთ. ლაშა, შენ გარდა იმისა, რომ ხარ ადვოკატი, პროფესიონალი პრაქტიკოსი ადვოკატი, შენ ხარ ასევე საზოგადო მოღვაწეც და მე ვიცი რომ ქართული ოცნების დამფუძნებელიც კი იყავი ერთი პერიოდი, ძალიან დიდი წვლილი მიგიწვის სამართლებრივი თვალსაზრისით ქართულ ოცნებასთან სამსახურში და რა ვიცი, მე მგონი ეს ხელისუფლება რაღაც გარკვეულწილად დავალებულიც უნდა იყოს შენს მიმართ. მე რა მინდა იცი რომ ამ შემთხვევაში როგორც ადვოკატმა კი არა, როგორც საზოგადო მოღვაწემ და როგორც მოქალაქემ გააკეთო კომენტარი, რასთანა გვაქვს საქმე, რაში დასჭირდა ჩვენ ხელისუფლებას გულბაცხილაძის დაპატიმრება. იმახრებდა ვერ ხვდებით, აქ ეხლა გულბაცხ მეგობრები ვართ, ყველა შეკრებილი და ვერ ხვდებით, ანუ ყველა გაუგნებლივი ვართ, რატომ უნდა დაეკავებინათ გულბაცხ? ხო, ანუ კარგის მეტი ქვეყნები არაფერი გაუკეთებია რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალურ ურთიერთობაზე, თუ რაიმე ნაბიჯები გადადგა და კონფერენციები ჩაატარა, თუ ამის გამო უნდა დაიჭირონ ადამიანი, მაშინ რა ვიცი. ჭიმჩენივით გამოაწყადო დიქტატურა და დაგვიჭირონ ყველა. ყველანი მომხრევართ რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა გქონდეს. აი, ეგ არ მოეწონათ ვიღაცებს დასავლეთ დაანახეს, რომ აი რუსეთუმეებს ეგ იალკიკო მოგვაკერეთ ჩვენ. რომ ვაკავებ ჩვენ ქვეყანაში და ალბათ გადატვირთვა უნდა. ხო თქვა ყობახიძე ბევრი რომ ამერიკასთან ურთიერთობები უნდა გადავტვირთოთო და გადატვირთვა დაიწყო გულბაცხის დაკავებით. და ბოლოს ალბათ ერთი პატარა ისევ როგორც ადვოკატს დაგიბრუნდები, შენი პროგნოზი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი და არის თუ არა შანსი რომ გულბაცხილაძემ გამართლებით დატოვოს გისოსები? ანუ ამ ადგილში არაფერი ვერაფრით გაგვაკვირვებენ, შესაძლოა რა იმაზე მოქმედებები იყოს გარკვეული მიმართულებით და გამართულებელი განაჩენი დააყენონ, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრალოთ რომ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც გვიდან 12 წლამდე ემუქრება, არ გამოკეტონ იქ. და პროცესი იქნება ალბათ ხანგრძლივი. ხანგრძლივი იქნება და დახურული იქნება. აკვეთის ღონისძიება რო ისა. ხვალ იქნება ალბათ ის. დღეს აკვეთის ღონისძიება გადაიდო? არა, შესაძლოა დღეს ჩაატარო, მაგრამ დიდი ალბათობით უფრო ხვალ ფიქრობ. რატომ გაჭიანურდა? რატომ გაჭიანურდა?
არა, არ გაჭიანურდა. ბრალი წარდგენიდან 24 საათში მას ჩატარდეს აკვეთს. აკვეთი გონით. ხო. მადლობა ლაშა, დიდი მადლობა. ეხლა მე დაგიბრუნდებით. ჯაშუშიო მაგის თქმა შეიძლება რა. ორი კი იმარა ვინა. თვითონ არ ამბობენ აქ მე არ ვამბობ. რა თქვა ისობაში. მე ეხლა დაგიბრუნდები ჩემ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე კომენტარს გააკეთებენ გულბათ ცხილაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, აი ჯერ უბრალოდ კამერას მოვატარებ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ხარდაჭერის მიზნით, სოლიდარობის მიზნით შეიკრიბნენ აქ და არ შეერათ, რა თქმა უნდა, ის ბრალი, რომელსაც უხენებს ხელისუფლება გულბათ ცხილაძეს. არა ვარ ძალიან ბევრი, უფრო, რა თქმა უნდა, ბევრი მხარდამჭერი მოუხდებოდა გულბათ ცხილაძის თანადგომის საქმეს, მაგრამ ნუ არა უშავს. ალბათ დადგება დრო და დრო ხალხის საზოგადოება მოგვემატება. აი ახლა მე პირველ რიგში მინდა ქალბატონ ჯენი ბურჯანაძეს ვთხოვო კომენტარი. როგორ შეაფასებთ ქალბატონო ჯენი გულბათ ცხილაძის დაპატიმრებას? არ ვიცი, გაოგნებული ვარ. მე ჩემს ცხოვრებაში ესეთი ახალგაზრდა, ესეთი პატრიოტი, ესეთი განათლებული პიროვნება არც ვიცნობ. მე რომ შვილი მყარებოდა, ალბათ გულბაძე ყოლოდა შვილი, ალბათ გულბაძე მეტად არ მეყარებოდა. ნახევრად მყარი ვარ, რა გითხრათ. მეც თვითონ ვარ იმ საბჭოს წევრი. და იცით რას გეტყვით? რა არის ამაში? ცუდი, მე ვერაფერს ვერ ვხედავ. პატრიოტი რომ იყო გულბათ ცხილაძე, იმიტომ ვიყავი მისი თანამებრძოლი და თანამოაზრე. მე დავიბადე და გავიზარდე კომუნისტურ ეპოქაში. მე მიყვარს რუსეთი და მინდა რომ ჩვენ გვქონდეს მეზობლური ურთიერთობა. თუ ხელისუფლებას არ უნდა, ხელისუფლება ხომ აცხადებს რომ დემოკრატი ვარო და მე ხომ აქვს უფლება ჩემი აზრი. განსხვავებული აზრი უნდა აიტანოს. განსხვავებული აზრი. და მე ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ და გაოგნებული ვარ. მადლობთ ქალბატონო ჯენი. ტარიელ გაგნიძეს მინდა ვთხოვო კომენტარი. ტარიელ, რა სიტყვი აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით? რა ვიცი, მაინც აი რისი ნიშანი შეიძლება იყოს გულბათ ცხილაძის დაპატიმრება? ხა ის რომ მას არ ჩაუდენია ის რასაც აბრალებენ, ამაში ყველანი ერთ აზრზე ვართ, მაგრამ აი როგორ ფიქრობ, მაინც რაში დაშიფდა ხელისუფლებას ამ კაცის გისოსებს მიღმა გამომწვევა? მე ესე მგონია რომ გულბათის დაპატიმრება შეიძლება ორი მიზეზის გამო გადაწყვიტეს. ეს ან შიდა პოლიტიკური კონსენსუსია, ასე ვთქვათ. ან კიდე შიდა პოლიტიკური გიშპი სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ხელისუფლების შიგნით. თუ კი ეს საერთო პოლიტიკური კონსენსუსია, ჩათვალეთ რომ საერთო დიპლომატიურ და საერთაშორისო პრაქტიკაში ესეა მიღებული რომ ჯაშუშის ესე საჯაროდ დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით ეს ნიშნავს იმ ქვეყანასთან ღია კონფრონტაციაში შესვლას ოფიციალურად მის ჯაშუშობასაც აბრალებს შენ დაკავებულ პირს. ხო და თუ კი ეს საერთო პოლიტიკური კონსენსუსია თქვამის თქვა მინდა ეს არის ესე იგი ჩვენი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შევიდა ღია კონფრონტაციაში იმ ქვეყნებთან და ვის ჯაშუშობაც დააბრალეს გულბათ ცხილაძესთან. დიდი ალბათობით ეს არის აუცილებლად რუსეთი იქნება ერთი და მეორე ორ ქვეყანაზეა ლაპარაკი და მეორეზე ვარაუდი გამიჭირდება, მაგრამ ესეც საკმარისია. თუ კი ჩვენი საქართველოს ხელისუფლება გადავიდა, გადადგა ის ნაბიჯი რომ გადაწყვეტა რუსეთთან ღია კონფრონტაციაში შესვლა, მე მათ მინდა გავახსენო თავისი წინასაარჩევნო პლაკატი, რომელიც იყო ანალოგიაზე აგებული უკრაინასა და საქართველოს შორის პარალელები გაავლეს. ამის მთავარი გზავნილი იყო ამ ლოზუნგის რა რომ აი უკრაინამ აირჩია დაპირისპირება რუსეთთან და ამან მას მოუტანა ომი, სისხლისბრა, სიკვდილი და ათასინგრევა და უბედურობა. და ჩვენ აირჩიეთ მშვიდობა და უარი ვთქვით რუსეთთან კონფრონტაციაზე და ამან მოგვიტანა ჩვენ მშვიდობა და აღშენებლობა. ესე იგი, ოცნებამ რადიკალურად შეცვალა თავის დამოკიდებულება და ქვეყანა მას მიყავს რუსეთთან კონფრონტაციისკენ, მაშასადამე ომისკენ, სიცოცხლისკენ და გრევა უბედურებისკენ. ეს არის უფალმა ნუქნას ასეთი გაგრძელება, ნუქნას, მაგრამ რეალურად გინდა და ასეთი პარალელები
ზედაპირზე დებს და იხვეწებიან რომ მადლობთ არიან. გაურო და გააშკარო. ცნობილი ექიმი, ასევე საზოგადო მოღვაწე თინათინ გოცაძე ორიოდე სიტყვით. თინიკო. ნუ ყველა დაზაფრული ვართ ამ რა თქმა უნდა უნიჭო სპექტაკლით მე ესე ვიტყვი ვის თავში მოიხარშა საერთოდ ეს სცენარი გასაოცარია მაგრამ მე მაგალითად ერთს ვიტყვი საქართველოში ხელისუფლებისთვის მიუღებელი ყველა პიროვნება არის აგენტი COVID ფაშიზმს აპროტესტებ რუსეთის აგენტი ხარ უგარს ვაპროტესტებთ რუსეთის აგენტები ვართ ყველა აგენტები ვართ და ახლა არ არის გასაკვირი რომ ადამიანი რომელიც ღიად იბრძოდა პატრიოტი თავის ქვეყანაზე შეყვარებული და არ მალავდა თავის პოზიციას, ასევე აღმოჩნდა ჯაშუში და თანა ერთი კი არა ორი ქვეყნის და გაგვაგებინონ ცოტა ნათელი მოფინონ იმ ასე ვთქვათ ინფორმაციებს, იმ საიდუმლო დოკუმენტაციას, რომელსაც ეს ადამიანი გადასცემდა ამ ქვეყნებს და ცოტა მეტი რო იტყვიან ნათელი მოეფინოს რომ ადამიანებს გაუჩნდეთ რაღაცა ნდობა ხელისუფლების სასამართლოს და არ მგონია ნათელი რომ მოეფინოს რომ პირიქით ნდობა პირიქით გაცურდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ბიოომის და COVID ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი, ფიზიოლოგი, ასევე რუსეთის აგენტი ვარ. გარდა იმისა, რომ რუსეთში თუ მივიღებთ მონაწილეობას კიდე კონფერენციაში, ასევე აგენტის სტატუსები კიდე უფრო გვიმზადდება და გვიმძიმდება. საშინელ რეჟიმში ვარ. მადლობა თინიკო. ლაშა გიორგი ლომიძე გვეტყვის ორიოდე სიტყვას, აი ძალიან გთხოვთ მოკლედ, იმიტომ რომ ყველანი არიან მოლოდინში, რომ თავის პოზიცია დააფიქსირონ. ქართულს გვაქვს კარგი გამონაკლისები. ცოტა ხმამაღლა. ენას ძვალი არა აქვს რა. ზედ გამოჭრილია აი ეს გამონათქვამი აი ამ ჩვენს უბედურებასთან მე ესე ვიტყვი რა. გუგას როდესაც გუბა ციხილაძის კაცი რომელსაც ეროვნულობისთვის და ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებისთვის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით არის გარვილი. ეს არის დიდი ცილისწამება და ცილისწამებელის ამის გამო მოეთხოვება პასუხი. მადლობთ ლაშა. ბატონი ვასო კოტაშვილი გვეტყვის თავის პოზიციას. ბატონო ზაზა მოკლედ მოგახსენებთ ჩემას. ესე იგი ოპერაცია ენვერით დაიწყო ნაცების კოცებად გარდასახვა. ხოლო ახლა რაც ხდება მე დავარქვი ენვერი 2. და ამით დაიწყო უკვე ნაცკოცური რეჟიმის დასამარების დასაწყისი. აი ეს იყო ბატონო ოლეგ რას გვეტყვით? რუსლანი. მე რა უნდა გითხრათ ახლა გულბათ ციხილაძეზე ესე იგი ხმამაღლა გამყიდველი და ეს რაღაც აბსურდია და ადამიანი რომელიც იბრძვის რუსი ხალხის, აფხაზი ხალხის და ქართული ხალხის ურთიერთობის გაღრმავებაზე და იჩაშუშად გამოაცხადა მაშინ ყველა ისინი უყოფილოა საქმიან ჯაშუში. ანუ ეს არის უნდობლობა თვითონ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის რა თქმა უნდა დარეგულირების სურვილის. ესე იგი არ უნდა თუ რა, მაგრამ მე არ ამგონია ახლა ხელისუფლებას ეგ არ უნდოდეს, მაგრამ ალბათ ზეწოლაც არის იქიდან ზევიდან რა ვიცი. ქალბატონი ილონა რას გვეტყვის? მოგესალმებით ბატონო ზაზა. ხმამაღლა შეიძლება? ეს არის სახელმწიფო ტერორი, ეროვნულობის, პატრიოტიზმის, განათლების ყველაფერი ქართული წინააღმდეგ. გულბათ ციხილაძე არის განათლებული, ერუდირებული, პატრიოტი, უზომოდ შეყვარებული თავის სამშობლოზე, კაცი, რომელსაც არასოდეს ერთი სიტყვაც კი ჩუმად არ უთქვია, არ დაუმალია თავისი ქმედება. ყველაფერი ღია და აშკარად არის. აი ამის გულისთვის კაცი დღეს განიცდის ტერორს, სრული ამ სიტყვის მეშვეობით. სახელმწიფო, რომელსაც ორჯერ მოუწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, ვიღაცა ჭეკლასის ელჩება, იმათ სიტყვის თქმის საშუალება და უფლება, როცა არა აქვს სახელმწიფოს, მაშინ მოდის შადიმანობის დრო. ეს არის ზუსტად ის, რომ საკუთარი ხალხი განტევების ვასაც მიიღო. თავისუფლება გულბათ ციხილაძეს. მადლობა. ბატონ გოგის მინდა გთხოვო პოზიციის გამოთქმა. წარადგინეთ თავიდან პარალელურად თუ შეიძლება. დადაცებული ვარ და რა შემიძლია ასეთი ცრუ ბრალდებით ადამიანი დააკავო. ეს ვერც არ მომედგინა და ვერც არ მომიდგენია. გრძელდება ისევ ის ნაცური ქმედებები, რაც საბრალოდენიმე წლის უკან დამთავრდა ნაცები, ხო? არა, კი არ დამთავრდა. დღეს უკვე გრძელდება ეს. იგივე ცრუ ბრალდებებით ადამიანების დაკავება
თანაც ისეთი ადამიანი როგორც გულბათია ეს არის სისტემის დანაშაული სისტემის რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში ისევ მინდა აქ ჟურნალისტი იმყოფება სხვათა შორის ცნობილი თეკლა გოგავა რომელიც საზოგადო მოღვაწეც ბრძანდება იმიტომ რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მომენტს მოფინა ნათელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან გამომდინარე თეკლას მინდა ვთხოვო როგორც ჟურნალისტმა შეაფასოს ეს მომხდარი მოვლენა აი თეკლა რასთანა გვაქვს საქმე გჯერა გულბათ ცხილაძის მიმართ ბრალი ის სადა გუშინმა მქონდა ძალიან მწვავე რეაქცია ამ საკითხზე. ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება? ძალიან მწვავე რეაქცია მქონდა გუშინ დილით, გუშინ შუადღის შემდეგ, როგორც კი ეს ამბავი გავრცელდა, როცა ჟურნალისტიკაზე ვსაუბრობ, ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებული და ობიექტური და ობიექტურობის სადავე ქართულმა ჟურნალისტიკამ დიდი ხანია დაკარგა. ეს შენ უფროსი თაობის ჟურნალისტი ხარ და ძალიან კარგად მოგეხსენება. უდანაშაულობის პრეზუმპციას საერთოდ არ ითვალისწინებენ, წინასწარ შეფუთეს პრორუსული და ასე შემდეგ. ორი ქვეყნის ჯაშუშობას ედავება სახელმწიფო ადამიანს, გრიფით საიდუმლო დაადეს საქმეს ადვოკატი და ვინც კომენტარებს ბოდიში რო გერთო ვინც კომენტარებს ვაკეთებთ პრორუსი ჟურნალისტიო აი ესეთ პრეფიქსს წარმომძღვარებენ ხოლმე ეს არის სპეციალურ ხელოვნურად ეს ხდება ჟურნალისტებმა იციან როგორ იმუშაონ საზოგადოების და მასის ფსიქოლოგიაზე წინასწარ განწყობებს უქმნიან საზოგადოებას იმისთვის რომ მერე შენი აზრი და პოზიცია საერთოდ არ იყოს სმენად და გათვალისწინებული ხალხის მიერ იმიტომ რომ განწყობები თავადვე შექმნეს რუსეთის წინააღმდეგ უარყოფითი განწყობები საზოგადოებაში და მერე უკვე მარტივია ახალგაზრდის ტვინზე მუშაობა როცა ტექსტი აქვს წამძღვარებული წინ პრორუსული და ასე შემდეგ, ხო? დიდი მადლობა, თეკლა. მე მინდა გითხრა ჩემო მეგობრებო, რომ გუშინ დამიკავშირდა ტელეფონით ჩემი მეგობარი მამუკა ფიფია, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა გულბათ ცხილაძეს, ის ძალიან შეწუხებულია და პირდაპირ ეს სიტყვები მითხრა, რომ აი უკვე აღარ ვიციო, მე აქ მამუკა ცნობილია, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს, სხვათა შორის კრემლის ყველა მაღალჩინოსანთან რეალურად მას აქვს გზახსნილი იმისთვის რომ მოახდინოს ეს გადატვირთვა რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ხდება და მამუკა მე მითხრა რომ აი ამ დაპატიმრების შემდეგო მე რეალურად აღარ ვიცი უკვე რუსეთის ხელისუფლების ჩინოსნებს რა უთხრა იმიტომ რომ ეს მესიჯი რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მათ გულბათ ცხილაძის დაპატიმრებით გაუგზავნა არის ძალიან არაკეთილმოსურნე რუსეთის მიმართ და ამას ალბათ ურთიერთობის გადატვირთვა კი არა პირიქით ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა მოყვებაო. ახლა ჩემო მეგობრებო, მე ისევ მინდა რომ გულბათ ცხილაძის ადვოკატთან ლაშა გოლუბიანთან გადავიდე ორიოდე სიტყვით ლაშა თუ შეიძლება აი აქ გისოსების ფონზე რო დაგინახო რომლის მიღბას გულბათ ცხილაძე იმყოფება. აი ერთ რაღაცას მინდა რომ გაუსვათ ხაზი და ჩაგეძიო რა ერთ საკითხში რა. აი გაუთქმელობაზე მოგაწერინეს ხელი. მე არ გთხოვ დაასახელო თუ რის გაუთქმელობაზე მოგაწერინეს ხელი, უბრალოდ მინდა კითხო. რას ასაიდუმლებს, აი რატომ ასაიდუმლებს ხელისუფლება ამას? იმიტომ რომ, თქვათ, სახელმწიფოს ექმნება საფრთხე თუ კი გამჟღავნდება საქმის დეტალები, რაც გულბათ ცხილაძის წინააღმდეგ არის, თუ აი რის გასაიდუმლოებაზე არ ლაპარაკი. რატომ უნდა მაგრამ შენ საქმეს ასე თუ ისე იცნობ ახლა უკვე. კი 11-ვე ტომი მე და ბატონმა გულბათმა ერთად დავჯექით და მთელი ღამე გავათენეთ და 11-ვე ტომი გავეწანით. სამე დანაშაულის ნიშანი იყო ეს. არ არის დანაშაული. რატომ უნდა ყოფილიყო ასე განსაიდუმლებული? ვერ გეტყვი. აი მოდი ბრალიდან მოგიყვათ პატარა ციტატას, აგე პირველი შენთან ვამბობ. გულბათ ცხილაძე საქართველოს ინტერესების საზიანოდ ბრალი ედება რომ უწყო ქვეყნის დაზვერვის დავალების შესაბამისად საქართველოში ახორციელებდა სადაზვერო საქმიანობას. კერძოდ საქართველოს ინტერესების საზიანოდ აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის, საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მეთოდიკა საიდან უნდა წოდნოდა გულბათ ცხილაძეს. როგორ მუშაობენ, მათი თანამშრომლების პირადი ინფორმაცია ან ასე შემდეგ და ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. ამ ინფორმაციაზე წტომა ბატონ გულბათს არ ქონდა. ანუ გეუბნებით ბრალი არის ჩვეულებრივად
არ ვიცი რა დავართვა, რა ვიცი, მოგონილი, შეციტყნილი, უბრალოდ ადამიანის გაშავება უნდა და ყველაზე მეტი გაშავება რა არის, რომ ადამიანს დააბრალო, აგენტი ხარ, ჯაშუში ხარ. აი, რა მაინტერესებს, ლაშა, აი, აქ ეს აუცილებლად უნდა კითხო. აი, თქვათ დაიჯერა საზოგადოებამ ის, რასაც ეუბნება ხელისუფლება. რომ გულბა აცხელაძე არის ჯაშუში. აი, უბრალოდ ვივარაუდოთ რა შეიძლებოდა გულბა აცხელაძე შეეტყობინებინა მტრისთვის. რა საიდუმლო ინფორმაცია შეიძლება ფლობდეს გულბა აცხელაძეს? არ ქონდა თომა. თუ საიდუმლო ინფორმაციასთან ბატონ გულბა თომა ქონდა, მაშინ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები ყოფილა ჩამოშლილი. რატომ უნდა ქონოდა ან რომელი მისი ქმედებით დავიანდა ქვეყნის ინტერესები? აგერ მეგობრები ვართ ყველანი და მის კონფერენციებზე ყველანი დავდიოდი. რაიმე ქვეყნის საზინიანო რამე იყო. და ყველაფერი იყო გამჭვირვალე. არაფერი არ იყო დამალული აბსოლუტურად. ვიტო ამბობ, ხო, ანუ ამ ადამიანის პოლიტიკურად გააქტიურება ბოლო აი ერთი კითხვა დაჟინებით გეკითხები, კვლავ დაჟინებით. აი ეს 11 ტომი შენ რო ნახე. თუ არ გინდა პასუხი, არ მიპასუხო. იქ რაიმე ნახე ისეთი, რომ გულბა აცხელაძე რაიმე ისეთ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც შეიძლება საქართველოს კონსტიტუციით ან სისხლის სამართლის კოდექსით არის აკრძალული. მე როგორც იურისტმა იქ დანაშაულის ნიშნები ვერ დავინახე. ლაშა გოლუბიანმა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომელმაც ხელი მოაწერა გაუთქმელობას, რომელმაც ესე იგი პროცედურული ნორმები დაიცვა და თუ რა თქმა უნდა ხელი რადგან მოაწერა, ამიტომ ვერ ისაუბრებს იმაზე კონკრეტულად რა წერია იმ ბრალდებაში. ლაშა გოლუბიანი იმას აცხადებს, რომ ვერ დაასახელებს რა წერია ბრალში, მაგრამ რაც არის იმ 11 ტომში თუ 12 ტომში ჩამოთვლილი, არანაირად არ არის შეხებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით თუ კონსტიტუციით აკრძალულ რაიმე კონკრეტულ ქმედებასთან, რის გამოც შეიძლება ადამიანს აღუკვეთო თავისუფლება და მოათავსო გისოსებს მიღმა. ასე რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე პირადად როგორც ჟურნალისტი, როგორც რა ვიცი ხა ჩემთან საზოგადო მოღვაწეს ვერ უწოდებ, როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი, როგორც ადამიანი, რომელსაც უბრალოდ რამე შეიძლება შეეკითხო და მოკითხო რაღაცა. მე ასე მგონია, რომ გულბა აცხელაძის დაპატიმრება კონკრეტულ რაღაც დანაშაულს კი არ უკავშირდება რაღაც კონკრეტულ PR აქციას, რაღაც კონკრეტულ მესიჯს, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება ვიღაცას მიმართავს და ვიღაცას ატყობინებს რაღაცას, რომ აი გულბა აცხელაძე დავაპატიმრე, ამით რაღაცას ეუბნება. რაღაცას ნიშნავს გულბა აცხელაძის დაპატიმრება. მოდი ეხლა ჩვენ სათითაოდ რომ დავყოთ ეს სიტუაცია, ხომ? რა შეიძლება ეუბნებოდეს გულბა აცხელაძის დაპატიმრებით საზოგადოებას? რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის მის მხრიდან ნაყვანილი კონტროლზე, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეხლა რომელიც გავლენის აგენტები იყვნენ დასავლეთის და გინდაც რუსეთის და გინდაც ნებისმიერი ქვეყნის და რომლებიც ესე იგი იკვებებიან მატერიალური სახსრებით და შემდეგ თავის მოღვაწეობას წარმართავენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იქნან ხილებული, უნდა იქნან შეყვანილი სიაში, კონტროლის ქვეშაც უნდა იყვნენ, მაგრამ გულბა აცხელაძის ორგანიზაცია და საზოგადოება, რომელსაც გულბა აცხელაძე ეკონტაქტებოდა, არავის არც გაუფრთხილებია, არც შეუყვანია იმ ნუსხაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. თორე რომ ყოფილიყო ეს მოთხოვნა, რომ ესე იგი ხელი მოეწერა და გაწევრიანებულიყო და ღია, ასე რომ ვთქვათ, გამჭვირვალეობა ეჩვენებინა უშიშროების სტრუქტურებისთვის, თუ რა საქმიანობს მისი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, გულბა აცხელაძე არ იქნებოდა ამის წინააღმდეგ. მისი დაპატიმრება მოხდა მოულოდნელად. ასე რომ რამესიც შეიძლება ატყობინებდეს საზოგადოებას ხელისუფლება გულბა აცხელაძის დაპატიმრებით. ალბათ შიშის დათესვა, რომ ფრთხილად იყავით, შეიძლება გულბა აცხელაძის დაპატიმრების შემდეგ თქვათ, რომ რომელიმე ეპშტეინური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაიჭირონ და შემდეგ ვიღაცას უთხრან, რომ აი ბატონო ჩემო, ჩვენ სანამ თქვენ დაგიჭირდით, მანამდე გულბა აცხელაძე დავიჭირეთო. არ ვიცი, მაგრამ ესეც არ არის პატიოსანი ნაბიჯი, იმიტომ რომ თუ შენ ესე იგი გჭირდება გავლენის აგენტების შესახებ კანონი იმისთვის, რომ მართლაც გავლენის აგენტი ყავდეს კონტროლზე, მაშინ არ არის საჭირო თვალთმაქცობა და არ არის საჭირო ისეთი ადამიანის დაპატიმრება, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია. იმ ადამიანს თავის ცხოვრება აქვს, კაცო, და რატო უნგრევ ამ ადამიანს თავის ცხოვრებას? ეხლა მეორე, რამესიც შეიძლება უგზავნიდეს დასავლეთს ჩვენი ხელისუფლება გულბა აცხელაძის დაპატიმრებით, რომ აი ბატონო ჩემო,
დაიწყე მასშტაბური ქმედება რუსეთის აგენტების გამოსავლენად. აი სადაც არ გაიხედავთ, გამოიხედავთ კომენტარიც კი, რომელიც პირადად მე გავაკეთე გულბაცხელაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ეგრევე შეფასება წამოვიდა, აი რუსი ჟურნალისტი, პრორუსი ჟურნალისტი ზაზა დავითაია აფასებს მოვლენებს. რატო ბატონო, რატო აკეთებს მედია ასეთ შეფასებას? ანუ ეს არის რაღაცა გარკვეული უკვე სისტემის შექმნა, შიშის სისტემის შექმნა იმისთვის, რომ ყველანი თქვენ ხართ აყვანილი აღრიცხვაზე და ყველას თქვენ გემუქრებათ გისოსები, ყველას თქვენ გემუქრებათ დაპატიმრება. რა ვიცი, მე ხა ერთი სიცოცხლე მაქვს და ციხეც გამოვლილი მაქვს პრინციპში და რა ვიცი, აქვე ვამბობ პირდაპირ, რომ აი არანაირი ჩემ საქმიანობაში ერთი ბეწო, ერთი ნაბიჯიც კი საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სამშობლოს საწინააღმდეგო არ არის და ღმერთმა დამიფაროს ასეთ დამოკიდებულებისგან. აქ ვინც ვარ შეკრებილები, ყველანი ამ განზრახვით ვართ. უბრალოდ ჩვენს განზრახვას, ჩვენს სულისკვეთებას, ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს პოზიციას, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებას, რუსებთან შერიგებას ემსახურება, სხვანაირად ფუთავს. არა მხოლოდ ლიბერალური ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ აგენტებს გვიწოდებს და ჩვენს დაპატიმრებას და განადგურებას ითხოვენ. არამედ უკვე ხელისუფლებაც რატომღაც და აი ამ შიშის დათესვას რატომ ცდილობს საზოგადოებაში ერთხელ სააკაშვილის რეჟიმმა სადა ასეთი შიშის დათესვა, თუმცა შედეგად ეს რეჟიმი ჩამოიშალა მთლიანად და მე ძალიან არ მინდა რომ ჩვენი ხელისუფლება იმავე გზას დაადგეს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ მოყურის პოზაში და პოზიციაში ვრჩები. იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ჩამოშლასთან ერთად ჩამოიშლება ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჯერ კიდევ არსებული სადავეები აღმოჩნდება ნაცების და ლიბერალების ხელში. თუმცა ამ მოცემულობის წინაშე ამ ხელისუფლებამ თვითონ ჩაგვაყენა, რომ ესე იგი ან უნდა იყოს ეს ხელისუფლება, ან უნდა იყოს ნაცური და ლიბერალური მოძრაობა და სხვა არჩევანს ელემენტარულად აღარ უტოვებს ხალხს და ესეც ძალიან დიდი შეცდომა არის, რომ შუა იმდენად არის გაკრეფილი, რომ საზოგადოებას არჩევანის საშუალება არ აქვს დარჩენილი. გავაგრძელებ ახლა მე იმ თემას კვლავ და მალე დავასრულებ, არ მინდა რომ ეს ეთერი გაგრძელდეს, რა მესიჯი შეიძლება უგზავნიდეს დასავლეთს. აი ბატონო ჩემო, ჩვენ თქვენიანები ვართ, ეუბნება ეპშტეინურ დასავლეთს ჩვენი ხელისუფლება, დაავიწყე პრორუსული სპექტრის და ესეც ძალიან ისეთი დამამცირებელი იარლიყი არის იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც პირადად მეც ვეკუთვნი. ძალიან დამამცირებელი, იმიტომ რომ არანაირი პრორუსული ჩვენ არა ვართ, ჩვენ ვართ ქართული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი და შესაბამისად თუ კი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა გვინდა, ეს არა იმიტომ რომ თქვათ ოკუპაციას არ ვაღიარებთ ან არ გვინდა ესე იგი რაღაც კრემლს უკრავთ ტაშ და ცალფრივად და ცალსახად. არამედ იმიტომ რომ ისევ საქართველოს სჭირდება, საქართველოს სახელმწიფოებრიობა სჭირდება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სჭირდება ეს გადატვირთვა. ხო და აი ასეთ ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ეუბნება ეპშტეინურ დასავლეთს, რომ აი მე დავიწყე აქ პრორუსი ელექტორატის და საზოგადოების დაპატიმრება, მე თქვენიანი ვარ, ეს არის გზავნილი არა მარტო მათთვის, არამედ ჩვენი საზოგადოებისთვის. მე არ ვიცი რამდენად დაუჯერებს მას ეპშტეინური დასავლეთი, რომ ეს ხელისუფლება მათ ხარეს დგას. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ხელისუფლება უკვე აღარც ეპშტეინური დასავლეთის ხარეს დგას და რუსეთის ხარეს კი არასოდეს არ ყოფილა. ის არის უბრალოდ ახლა საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ორიენტირებული და ესეც ძალიან ცუდი ტენდენცია არის, იმიტომ რომ ხალხის ინტერესი ასეთ შემთხვევაში არის საერთოდ დაკარგული და ჩაკარგული. არ დაუჯერებს ეს ეპშტეინური დასავლეთი, ხოლო საზოგადოება ნამდვილად დაიჯერებს იმას, რომ ამ ხელისუფლებას მის მიმართ აღარ აქვს კეთილი ინტერესები და დაიკარგება ნდობა და გაჩნდება საფრთხის შეგრძნება ხელისუფლების მხრიდან. ეს არ არის კაი ნაბიჯი, რომელიც თუ არჩევნებამდე მივახციეთ, არჩევნებზე აუცილებლად აისახება, მაგრამ შეიძლება არჩევნებამდე ვერც მივახციოთ. შემდეგ, გზავნილი კრემლს, გზავნილი მოსკოვს, აი იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი საკმაოდ გაშმაგებული არის, სხვათა შორის იმ შეტევებით, რასაც მას დასავლეთი უწყობს. მე არ შევეხები საკითხს, რამდენად სამართლიანი არის მოსკოვის მიმართ შეტევები და რამდენად სამართლიანი თუ უსამართლოა მოსკოვის პასუხები, მაგრამ ფაქტია, რომ მოსკოვი პასუხობს მის მიმართ შეტევებს და პასუხობს საკმაოდ ძლიერი ფიზიკური ფორმებით. მე ძალიან არ მინდა, რომ მოსკოვმა საქართველოს ეს ნაბიჯი გულბაცხელაძის დაპატიმრებისა მიიღოს როგორც მისდამი
კეთილგანწყობაზე შუბის ძგერება და რა ეხა გულბაცხილაძის გამო არავინ ომს არ დაუწყებს საქართველოს და არეშნიკს არ გამოისვრის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთი იღებს იმ მესიჯს, რომ ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ითხოვდნენ, ხელისუფლების სამიზნე გახდა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს მის მიმართ კეთილგანწყობილად, ხოლო კრემლი თავის მიმართ არაკეთილგანწყობილ ხელისუფლებებს როგორ ეპყრობა, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ახლა კიდე ერთი მომენტი და ნიუანსი. ნუ რას იგებს ხელისუფლება თვითონ ამ პროცესით? თავის თავს დაუმტკიცა რაღაც, თქვათ, გულბაცხილაძის დაპატიმრებით? სამართლიანობის პრინციპი ირღვევა ქვეყანაში. იმიტომ რომ შეკაი ადამიანო, იჭერ, კაი, გასაგებია, მაგრამ ღია მაინც გააკეთე პროცესი ამ საქმეს რომ ხურავ გრიფით საიდუმლოს ადებ საზოგადოებას იმაში გარკვევის საშუალებას არ აძლევ რომ რეალურად რა დგას იმ ბრალდების მიღმა რა კონკრეტული მტკიცებულება დგას რა ამყარებს ამ ბრალდებას რომ საზოგადოებამ თვითონ განსაზღვროს იქნება მართლა არის ეს კაცი დამრაშავე კაცო იქნება მეც აგერ პირადად მისმა მეგობარმა გულბაცხილაძის მეგობარმა ზაზა დავითაიამა არ ვიცოდი და რაღაცა იმნაირია გამკაც ჩადენილი რა სადღაც ისეთ ადგილას არის მისული ისეთ ადამიანს არის შენახვედრი ისეთ რაღაცაზე აქვს ხელი მოწერილი იქნება ეს რატო არის ეს ყველაფერი დამალული საზოგადოებისგან ვის აზიანებს აი ამ ინფორმაციის აი ამ საქმის მასალების დამალვა და დაფარვა რა თქმა უნდა აზიანებს ისევ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას და ამას მე როგორც ხელისუფლების მოყვარე ისევ ვამბობ შეიძლება ხელისუფლება ამას ვერ გზნობს რომ ამ ნდობას საზოგადოებისგან თვითონვე ურტყავს შუბს და თვითონვე აზიანებს ამას და თვითონვე ანადგურებს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო. არ ვიცი აქ საზოგადოება თუ შიში ჩაეფლო ეს არ მოიტანს კარგ ამბავს. არც ხელისუფლებისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც ქვეყნისთვის. ამიტომ მე მინდა თითოეულ მათგანს მოგიწოდოთ. ქვების როლით კი არ გამოხვიდეთ კაცო ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ დელიკატურად, დილობიანად კონსტიტუციის და სისხლის სამართლის თუ სხვა კოდექსების შესაბამისად გამოთქვით თქვენი პროტესტი, რომ მოხდა ის, რაც არ უნდა მოხდარიყო. არასწორი მოხდა და ხელისუფლებას კი ძალიან ვთხოვ და მოუწოდებ. მოძებნოს აი ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა. იქნებ სასტრაფოდ დაიხიოს უკან, გააკეთოს განცხადება, რომ გულბაცხილაძის დაპატიმრება იყო დიდი შეცდომა, დიდი დანაშაული, შესაძლოა საბოტაჟიც კი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და დაუბრუნდეს სამართლებრივი განვითარების სწორ კალაპოტს. სხვანაირად არის ჩიხი. სხვანაირად არის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა. დიდი მადლობა, მე სიტუაციის მიხედვით კვლავ დაგიბრუნდებით ზაზავიზიას პირდაპირ ეთერში. თქვენთან იყო უფლებადამცველი და ყოფილი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ზაზა დავითაია. მადლობთ ყურადღებისთვის.